მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და დღეს უნდა ვნახოთ მძიმე დანაშაული მეორე სეზონის მე-11 და მე-12 სერიები. კარგი მოლოდინი მაქვს. მაინც სეზონის ფინალს უახლოვდებით და ასეთ დროს, როგორც ვიცით, სეზონის ბოლო 3 სერია, უფრო ბოლო 2 საუკეთესო მომენტია ვინმეს მოსაკლავად. ვიცი, აჩემებული მაქვს ესეთი რაღაც, ნერვებს გიშლით ხოლმე, მაგრამ ავატარზეც კი გაამართლა ბოლო-ბოლო და რავი. სპოილერს არაფერს არ გეტყვით, პროსტა ავატარზეც გაამართლა. თან ორჯერ, ხო? ეგ ვეღარ მოვწი რომ ორჯერ. ასე ხო. ნახოთ აქ რა მოხდება. მე-11 სერიას, ახლა რომელსაც ვნახავთ ქვია მანდალა. ნახოთ, რას უნდა ნიშნავდეს, ცოტა ესეთი სათაურია. ვინ შეიძლება მოგდეს ახლა ვერსიები? მოდით ამ სერიისთვის არაფერს ვიტყვი. შემდეგ სერიას ვეტყვით. ახლა უბრალოდ დავიწყოთ. შეიძლება არც არავინ მოგდეს, მაგრამ ასეთ სერიალში ნახოთ. მძიმე დანაშაული მეორე სეზონის მე-11 სერია 3-2-1. დავით. ხო. ობისი შევწმე. 3-2-1 დავიწყეთ. გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. რა ხდება? რა ხდება? როგორ ბავშვებს ხოჩვენებენ ესე? ვერ დაგხვდეს? ახლა კიდე პოლიციელს ხო დაიტაკებიან. რა გჭირდება? ყიდულობ თუ გინდა უბრალოდ შეგშურდეს? ესე ბანკო წუკნებო. არ ვიცი, მე მგონი ასე მარტივად არ ასე მარტივად ვერ მოიცილებ თავით, კი? მე მგონი მანქანის დაგეჯახებია. და ისევ ეს ბავშვი, რას ჩამიჩობთ? მე მგონი ყურადღებას არ მითხრათ ახლა რომ მოპარავს ბავშვი. გთხოვთ დადავოთ შეტყობინება ნომერზე 505-127-5223. შეტყობინება დადავეთ ხმოვანი სიგნალის შემდეგ. მიდი რა პატარა კაცო. გამხდა რომ მე მეორე ჰეზელტინის კუთხეში ვარ. მაგრად მithვალთვალებენ. ცუდი წინათ გრძნობა მაქვს, მხარდაჭერა მჭირდება. ცუდი წინათ გრძნობა მაქვს მეც. ყურში რა გაქვს? მე რა გითხარი? წაეთრე აქედან. რას ელოდები? მიდი. არა მგონი ასე მალე მოვუყურე პროგრამა. რა? ჟანდაիր. მოკლა კაცო.
ბავშვო, შენ რა ჩატახდება? შევიდა ეს რა იყო? დავკარგე მეტყოლების უნარი, რა ჭირს ამ თმებსო? ადროს ჩემი თმებია მეც მაგარი ვარ. ესე იგი, ვოლტ, ჩვენ უკვე ძალიან წინ ვართ შენი მკურნალობის პროცესში. ახლა დროა ვილაპარაკოთ ამ პროცესის დასრულებაზე. დასრულებაზე. როგორც იცი, ჩემი პირველადი დიაგნოზი კიბო იყო, რომლის ოპერაციაც კი არ შეიძლებოდა. ეს შეიძლება ასე აღარ იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპერაცია ახლა ხელსაყრელი ვარიანტია. როგორც იქნა. შეიძლება ძალიან კარგიც. ექიმი ბრავენი კი ერთ-ერთი იშვიათი ექიმია მთელს ქვეყანაში, რომელიც ამ ოპერაციას ატარებს რადიაციის სრული თერაპიის შემდეგ. მას ძალიან კარგი არ მითხრათ ახლა რომ ვოლტი უარს იტყვის ოპერაციაზე. აგრესიულად ჭერს. დიახ, ასეც არის. ოპა. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ თუ ამ ოპერაციას არ გაიკეთებთ, სიმსივნეს გაფართოების რისკს ზრდით და გაფართოვდება კიდეც. იმ თერაპიით, რაც თქვენ ჩაიტარეთ, ცოტაოდენი დრო შეიძინეთ, შეიძლება ბევრიც, მაგრამ ალბათ უფრო ცოტა, მაგრამ სულ ესაა ჩემი აზრით, თუ მზად ხართ რომ გარისკოთ ამ შემთხვევაში, ეს თქვენი საუკეთესო შანსია. არ მგონია ვოლტმან. არ მგონია მზად იყოს რომ გარისკოს. კი? ეს რა დამიჯდება, რადგან მე არ მაქვს თქვენი დაზღვევა. დაახლოებით რომ გითხრათ 170-200.000 თავიდან ბოლომდე ჩემი მხრიდან, რასაც შევძლებ. წავიდეთ მოხარშოთ მაშინ. ყველაზე მცირე ნაწილია. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და თქვენ ალბათ დრო დაგჭირდებათ რომ მოილაპარაკოთ. კი. არა. ან გავაკეთე. დავიწყებთ ხარშვას. სკაილერი გამოჩნდება. ხომ ვფიქრობ რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ? უბრალოდ ვფიქრობ რომ ეს უნდა გაკეთდეს. უნდა ვთქვა რომ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა. სწორი გადაწყვეტილებაა, კი. მე გირჩევთ რომ ჯერ პნევმონი შეხოს. კიბოს განკურნების შანსის გამოტოვება ნახდა და ღირს. ეს ცოტა რთული იქნება. როდის ელოდებით? 21-ში. ესე იგი 2 კვირა და კიდევ ცოტა, მაშინ ოპერაციას დღეიდან 4 კვირის შემდეგ დავნიშნავ. იმისთვის რომ ვოლტი ფეხზე იყოს, მისი ქალიშვილის დაბადებისას. მაგრამ ამაზე მეც აღარ მოვიცდი. ხო. კარგი. ესე იგი თავიდან შევცდიდა ფინალში ვოლტი სიმსივნით არ მოკვდება. შეტყობინება. ღმერთო. მე ვარ. სად ჯანდაბაში იყავი 20 ჯერ მაინც დაგირეკე. ო, კი, ცუდიანი გოგოს. რა იყო? კი. კომბო მკვდარია. ეს როლეს. ეგ რომელია? არ მჯერა რომ ეს თქვი. ჯესი მისმინე. ყველაფერი გასაგებია. ესეც ასე. ეგ რომელია? ღმერთო შენ. ქუჩაში რას ამბობენ? არავინ სახელს არ ამბობს. კომბომ დამირეკა სანამ ეს მოხდებოდა, მითხრა რომ ვიღაც ტიპები უთვალთვალებდნენ, ცდილობდნენ ადგილიდან გაიგდოთ სულ ესაა და ეს რა. თქვენ 100 წელი ვერ მიხვდებით რომ ახალი ადგილი რა შეგვიძლია ბავშვმა მოკლა. რას ელოდი? არ ვიცი. არ იცი? სულ ეს არის, რასაც იტყვი. კომბოს ხალხს მივხედავ. პირველ რიგში მოიშორე შენი ტელეფონი, კარგი? გადააგდე. დანარჩენს მივხედავ. მადლიერი ვარ, რასაც ამბობ, მაგრამ ახლა როცა კომბო მოკლეს, ბაჯერი მიყუჟულია კალიფორნიაში. ეს პროფაციაზე ვარ. სწრაფი ბილეთი მაქვს ლოს ლუნაში.
დიდი რამის შოუნის ზღვარზე ვართ. გამხდა რომ შენ რა ეხლა გაიქცევი? ხო. ეგეც არ არის კარგი ვერსია. ასე ვთამაშობ. ახლა ქუჩაში არავითარი გავლენა არ გვაქვს იმისთვის რომ გადავრჩეთ. ადრე როცა ყველას ეგონა რომ სპუჯი შენ მოკალი, მაშინ კიდევ კარგად ვიყავით, მაგრამ მთელი ის ამბავი ბანკომატთან იმ ნარკომანმა ბოზმა ჩაგიშვა მთელმა ქალაქმა იცის რომ ის შენ არ იყავი. სპუჯი. ასე ქვია? ყველა მიცის. აქამდე რატომ არაფერი თქვი? რა ვიცი, იმიტომ რომ მაგრად მოგწონ ხარ. გეუბნები უბრალოდ ნაკლებად გამოჩნდი. ეს ყველაფერი ჩაივლის. გაიგე, ყველაფერს გადავიტანთ. ოდიში ჯესი. მე გავდივარ. Better Call Saul. ცოტა რეგრესს განვიცდით. უკაცრავად, მაგრამ ძალიან სწორი გამოთქმაა. სხვა რა დავარქვა? იმაზე რა სიტყვი რომ შენი ბრალი? არა, მე ნუ შემახოცავ ყველაფერს. შენ ხარ დისტრიბუციის თავში. ფოლკის ბრალი რა არის? ეს არ ნიშნავს რომ დაიკიდო. ბიჭებო. ტერიტორიის გასწრდა? პოვის გავარ. მე თქვენი ქორწინების თერაპევტი კი არა. ჩვენ პროფესიონალები ვართ და მოიქეცით შესაბამისად. ჩვენ ერთ-ერთი დილერი მოგვიგლეს. ეს რაღაც ტერიტორიაზე დავაიყო და როგორც ჩანს ჩვენ წავაგეთ. მერე ყველა მიგვატოვა. ანუ არავითარი დისტრიბუცია აღარ გვაქვს. არის რაიმე შანსი რომ თქვენამდე მოვიდნენ? პოლიციაზე მაქვს ლაპარაკი. აი აქ არის ჩვენი კარგი მხარე. შენ როგორ ხარ? შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? უკეთ. შეიძლება. უკეთ. ხო. ცოტა უფრო პოზიტიურად გამოიყურება. იმაზე მეტი დრო მექნება, ვიდრე ვარაუდობდი. შვენიერია. კარგი, ახლა რაც შეეხება თქვენ მკვდარ-ტიპს, საოკუპაციო საფუძველი. ნარკოტიკის დილერს ესროლეს. მოდი ზღვარს გადავკვეთავ და ვიტყვი რომ ასეთი რამე ხდება ხოლმე. კარგი, ხელს პროდუქტი გააქვთ? ინვენტარის ამბავი როგორ არის? 38 და ცოტა მეტი. 38 უნცია, გრამი, ფუნტი. შენ თქვი რომ მოსავალი აგვეღო სანამ მზიანი ამინდი იყო. ბიჭებო. მოწყენილი სახეები რატომ გაქვთ? ოქროს საბადოზე შეხართ. ოქროს საბადო, რომლის გაყიდვაც არ შეგვიძლია. სწორი ინფრასტრუქტურაა საჭირო. ჩვენ ჯარისკაცები გვჭირდება და ლიდერები. ქუჩის დონისთვის ძალიან ძლიერები უნდა იყვნენ. გვჭირდება ძალა. ახლა როცა იცი რომ ჯესის არ გვაქვს ის ტიპი. სამაგიეროს გადახდა. მაშინ ცოტა ცუდში ეს ვარ. პროცესი ისეთი. მთელი ეს დრო ერთი ნაბიჯი წინ და ორი ნაბიჯი უკან იყო. შენი დახმარება გვჭირდება. მოდი დავიწყოთ ცოტა მწარე სიმართლით, კარგი? მიდი. აი ესიც თქვენ ორს მეთანით ვაჭრობა არ გამოგდით. მორჩა. ასე რომ თავი დაანებეთ ყველაფერს. თქვენით კეთებას. სიმართლე გითხრათ, მიკვირს აქამდე როგორ მოაღწიეთ. მისმინე ჩვენ აღარ ვაპირებთ ვინმე მაღალ კვალიფიციურ დისტრიბუტორს ვენდოთ. არა, გმადლობთ, უკვე გავიგეთ ეგ. ვინ ტატუებიანი სპიდის მოყვარული იდიოტი? არა, თქვენ ორს რაც გჭირდებათ არის ღირსეული სანდო ბიზნესმენი. ვინმე ვინც თქვენ პროდუქტს მოეპყრობა როგორც მარტივი მაღალი შემოსავლის მქონე საქონელს, ისეც როგორიც არის ვინც მას ქალაქ გარეთ გაიტანს და დიდი მოცულობით გაყიდის. ვინც ამ საქმით უკვე 20 წელია დაკავებულია და არასდროს დაუჭერია. ვინმე ასეც იცნობს? აჰა. მოდი ვთქვათ, რომ ვიცნობ კაცს. ვინც იცნობს კაცს, რომელიც იცნობს იმ კაცს. ეს ბევრი იცნობს კაცს იყო. განდავრეკავ, იქნებ თქვენთან შეხვედრაზეც დავითახო. რა ქვია? წარმოდგენაც არ. ვაუ. ცდილობს საერთოდ არ გამოჩნდეს ხოლმე, ძალიან ფრთხილია. რაც მის შესახებ გამიგია? ცოტათი შენ გგავს. ცოტათი შენ გგავს. ჯესი. ეგრაცილი არ მოეწონა. ჯეინი. ჯესისთან ერთად.
მინდა რომ წახვიდე. რა? ჩემზე რაღაცეებია და კი, ვერ ალბათ მოიცით არ იცი და მაგალითად რომ დილერი ხარ? როგორღაც მივხვდი. ვაუ, ყოველთვის ნაღდი ფულით იხდი. და სულ მეტსახელებს იყენებ. ვაუ, ჯეინ. დამდენი ხანი იცოდა? ჩემი ერთ-ერთი კაცი, მოკლეს. მეგობარი, რომელიც ჩემთან მუშაობდა. მოკლეს. ჩემი ბრალი იყო იმ კუთხეში მე გავუშვი. ცოტა კრისტალს მოვწევ და ალბათ ჯობს რომ წახვიდე. რადგან და პროგრამაში სანამ წავიდეს, ანუ რაღაც ადგილი აქვს თვითონ ჯეინის წასასვლელი. თუ გინდა ჩემთან ერთად წამოდი შეხვედრაზე. არა. არა, მართლა არა. ახლა ერთად გამოჩენა არ შეიძლება. შეგვიძლია უბრალოდ აქედან გავიდეთ. მე ჯეინს ეს არ დაგეხმარება. ერთად უნდა კი, იყო. დამეხმარება. და არ მჭირდება შენი დამოწვრა. ეს არ მიშველის მე. ვაუ, მართლა მინდა რომ წახვიდე. კი. მოვა. ბოდიში დამირეკეს 3-2-1. დაუჯერებს. არა მგონია. ახლა ჯეინზე ნუმანერვიულებთ გეხვეწებით რა. აუ, კარტოფილ ფრისკი მივირთმევდი ახლა. სერ? გემრიელად მირთვით. არ მითხრათ რომ უკვე იმ ტიპთან მოუწმოს შეხვედრა. არა, ჯესი. დააგვიანე. ხო. მაგარ ამბავში ვართ ახლა. კინგპინისა და მეც ისევე კინგპინი. ვიცი. იმ ტიპის სახელი გაიგე? ანუ მართლა უნდა მოვიდეს. არა. ანუ თუ სწორად მივხვდი, მას შეუძლია ჩვენი სახელები იცოდეს. როგორ გამოვიყურებით, მაგრამ პირიქით არა. მას შეუძლია ჩვენი სახელები იცოდეს. ვაუ. გამოშვიდობდი მართლა რომ იცოდეს. რომ ორივე ასე ვიწყეთ. სოლის პონტი სხვა იყო, ანუ სოლის ჯენტლმენებო, ყველაფერი დამაკმაყოფილებელია თქვენთვის? დიახ, მადლობა. ეს აშკარა სატყუ არა. შენ ხარ ის ტიპი. შენი არ მესმის რა. ყველაფერი დამაკმაყოფილებელია, რა ლაპარაკობდი რომ მზად იყავი თავი დაგენებებინა. თითქმის 19 კილო გვაქვს და ჯერ რას ვამბობდი, სოლის კიდე სხვა პონტია, ანუ სოლის პირადად იცნობდა ვოლტს. სანამ მაგის სახელს გაიგებდა. გადასახადები მაქვს, მეტი მჭირდება. რა გინდა რომ მითხრა ჯესი? სიტუაცია შეიცვალა. ხო, ვიცი. კაცი მოგვიგდა. კი. ვიცი რა. ნაგავია ეს ყველაფერი. მე წავედი. ეი. მე მგონი იღვიძებს.
ჰა? ნამდვილად ძალიან ენდოება მალე გამოსვლა და ფეხების გაშლა. იმედია, მთელი სეზონი მაგას ამბობთ, მალე გამოვიდეს და სიტყვის თვალი უნდა ვადევნოთ, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გაქვს. მართლა რამდენად დაბალი? პრობლემა არ არის, სანამ ვარდნაში მატებას არ ვნახოთ. ჯერ კარგად ხარ. შემდეგ კვირას ეკოსკოპიაზე შეგიყვანთ და ყველაფერს იქ ვნახოთ. გამარჯობა. ვერ წარმოიდგენ როგორი საცობებია. ამიტომაც მე 40 წუთით ადრე გამოვედი. ბოდიში. გამარჯობა. გამარჯობა. რა გამოვტოვე? ეს თქვენი მაცივრისთვის. ღმერთო ჩემო. შეხედე. ხო? თითქოს უკვე აქ არის. ახლა ხანს ვეუბნებოდი სკაილერს, ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. მეორე სეზონის ბოლოში უკვე გააჩენს რამდენიმე ბავშვს. თვეა ვლაპარაკობთ, რომ გადავწყვიტოთ. იცით რასაც ვიტყვი? საკეისრო? და თუ კი, მაშინ უკვე უნდა დავგეგმოთ. ჩემი წინამშობიარობა საკმაოდ რთული იყო, ამიტომ ბავშვის გუნდისთვის. რა თქმა უნდა კი. გეთანხმებით, თან როცა სითხე ცოტა დაბალია, ჯობია თუ ცოტა ადრე გამოვიყვანთ. მაშინ მოდით დავგეგმოთ. პარასკევიდან ერთ კვირაში? პარასკევი 13 რიცხვი არ არის? მეთქი რა სერიოზული. 16-ში. ძალიან? 16 კაი რიცხვია. დაბადების დღეებზე გამახსენდა. სამსახურში უნდა გავიქცე, ასე რომ გვიან გნახავ. ხო, მაგრამ შენ სამსახურის დახურვამდე 1 საათი დაგჭა და ახლა უნდა ისვენებდე. ტედის დაბადების დღისთვის ვიკრიბებით და მე ნამსვარი უნდა მივიტანო. რატომ შენ? იმიტომ რომ თქვი მოვიტან თქო. ეს ყველაზე უმნიშვნელოვანესი სიგაკეთებას შემიძლია. კარგი? ხო, კარგი. აი, ყველაზე მნიშვნელოვანი არ გააკეთო თუ შეიძლება. თორე მნიშვნელოვანი რამდენიც მინდა იმდენი აკეთე. მიხდით რასაც ვამბობ. კარგად გინერვიულია ჯესი. თუ ეს შენი სახლია? არა, შენი სახლია. აჰა. მოდი აქედან გავიდეთ. რამე ვქნათ? სერიოზულად. გახსოვს მუზეუმზე რომ ამბობდი სატაფეში. წამოიქ წავიდეთ. კარგი. წული შეგრძნება მაქვს ხალხო. არა, ამის დაბრუნება არ შემიძლია. უკვე მუშავდება, საქმე თითქმის დავამთავრეთ. მისტერ ბენიკი მაღაზიაში თუ შეიძლება. მისტერ მენდიკი მაღაზიაში. კარგი. დრო მომეცი მოსაფიქრებლად, კარგი, უნდა წავიდე. 딘 უნდა წავიდე. კარგი. დაბადების დღეს გილოცავ. ღმერთო, რა ლამაზია, დიდი მადლობა. დროზე სანთლები დიდხანს ვერ გაძლებენ. ერთი წუთით? სურვილი? სურვილი უნდა ჩაიფიქრო. კარგი, ესე იგი, ეკონომიკა ჩარეცხილია, ჩემი ყველაფერში გვეჯიბრება. დავიბენი. ვაუ. მოიცა? სკაილერ? სკაილერ. მინდა მოვისმინო. გამორიცხულია. არა. შენს უფრო სულარს ვერ ეთქვი დაბადების დღის სურვილზე. როგორ ვერ ვიტყვი, აი? ხო. ჟანდა. თუ ესაა შენი დაბადების დღის სურვილი, მაშინ ძალიან მეწოდები. კარგი რა, ბოლოს ისეთი კარგი იყო. ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, ახლა კი უშველებელი ვარ. ჟარი და მას სამსტენა. საერთოდ აღარ გვაბარ. იმას არ ვამბობ, რომ მოდეს მივგავდი, მაგრამ კარგი რა. სათლები ტორჩიდება. სერიოზულად. სერიოზულად. ხო. ეს თავხედობა. ჟარი, ასაკია.
არ ვიცით რომ უნდა იმხეროს. ის აი ახლა რასაც ქვია გადავიქრინჯე თუ არსებობს ასეთი სიტყვა თუ არ არსებობს კიდე მოვიგონე არა ფანტასტიკური იყო კრინჯის იყო კრინჯის ბომბი იქ არ ყოფილა ვიცი რომ იყო კარგი რას ამბობ იქ ვიჯექი 2 საათი არავინ არ მოსულა მე რაც ვიცი ისაა რომ ჩემმა კაცმა მითხრა მივიდაო კი მოსული იყო სწორად მიხვედი კი დარწმუნებული ვარ ის სად იყო ვინ იცის იქნებ დაგძვერათ აპარატის ლინზით არ მოეწონა თქვენი გარეგნობა ან რამე ახლა მას არა აპარატის ლინზით არა იქვე იყო არ უნდა ურთიერთობა ა რას გულისხმობ გარიგება არ გამოვიდა მორჩა ისროლეთ და აცილეთ მოიცადე გადაწყვეტილება შეხვედრის გარეშე როგორ მიიღო ხომ გითხარი ძალიან ფრთხილად გაიგონა ჩენა ჯესი როგორც ლაპარაკობს და ადვილად ფრთხება შველივით გადაურეკე ბოდიში მაგრამ არ გამოვა დაურეკესო პირველ რიგში მე მისთვის არ დამირეკავს მე დაურეკე კაცს რომელმაც დაურეკა თავის კაცს და იმან კიდევ სხვას მეორე რიგში დამთავრებული ამბავი გაიგე კერძოდ ამ პირთან მხოლოდ ერთ შანსი იღებ მარა არ ამგონია რომ არ მოეწონდა მე მგონი რამე გავაკეთო მაგრამ ეთამაშებას მოშ იგივე ვოლტი თვითონ უნდა მიხვდეს ვინ იყო რომ ერთიანად გაყიდვა დათანხმდეს მე რაცი ერთადერთი ეგ ტიპი იყო ვინც მივიდა და დაზვერა და წავიდა კაც მიღმაც ვერაფერი მოხდებოდა იმიტომ რომ ბოლომდე ვნახეთ ვოლტის და ჯესის დიალოგი გახმოვანებულია აჭარა net.com-ის მიერ ეს ტიპი ის არის ძალიან იყო მოსული მაგრამ როგორც მე ვთქვი იქ მუშაობს მე კი ვისადილებდი მან სიამოვნებით კაი მელოდია სასიამოვნო ეგ არის ახლა ნახე გაიხსენე რომ მოსული იყო კი ანუ ყოველთვის ეკითხებიან მიმტანები მაგრამ ეს მიმტანი ხო არა თუ მიმტანია მე მიმტანია სამარილე და საპირკლე გაასუფთავო შემიძლია დაგეხმაროთ და თქვენი დროის 5 წუთი. კი, კომპიუტერი არ დაჭდეს ახლა. გთხოვთ. შევარდეთ. რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთო? დაბრძანდით. რა შემიძლია გავაკეთო და შევიდა. აი, ახლა გეტყვით რა შეიძლება გააკეთო. მინდა ვიცოდე გუშინ რატომ არ დამელაპარაკეთ. მართალია ვიყავი. მაგრამ ვერ მივხვდი.
გუშინ აქვიჯექი, ვიღაცას ვველოდი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი თქვენი ყავით. ფიქრობ რაღაცა გეშლებათ. მე ასე არ ვფიქრობ. თუ არა, იქნებ არ ვიცი. სერ, თუ რამე არ მოგწონთ, გთხოვთ გვაცნობოთ ჩვენი მეილის საშუალებით. კარგი, ახლა უკვე 22-ში მეპარება. მაგრამ ეგრე მაგერად თუ გამოწმებოდა. რომელსაც უნდა შევხედროდი ძალიან ფრთხილია. წინდა ხედული კი. კაცი. გონია რომ ამით ძალიან გავართ ერთმანეთს. თუ თქვენი ის ხართ, ვინც გონი ხართ. მეორე შანსი უნდა მომცეთ. მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ერთმანეთს გავართ, მისტერ ვაიტ. თქვენ საერთოდ არ ხართ წინდა ხედული. თქვენმა პარტნიორმა დააგვიანა და კაიფშიც იყო. სიმართლეა. დიახ იყო. ის ხშირად მოიხმარს, არა? ნუ, საკმაოდ. ძალიან დაბალი შეფასება გაქვთ. მე ვერ ვიმუშავებ ადამიანებთან, ვისაც დაბალი შეფასება აქვს. თქვენ ჩვენი პროდუქტის შესახებ გაგიგიათ, გამიგია რომ საოცრებაა. ის შეუდარებელია. ის უსუფთავესია, ქიმიურად ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია, რაც კი მარკეტზე გინახავთ. მხოლოდ ეს არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. თქვენ შეგიძლიათ ორმაგი ფასი დაადოთ პროდუქტს, რითაც მოგამარაგებთ და კლიენტები მაინც გადაიხდიან. ისე მე ვისთან რა ურთიერთობა მექნება თქვენი პრობლემა არ არის, მას ვერ ნახავთ. მასთან კონტაქტი არ მოგიწევთ. დაივიწყეთ რომ არსებობს. მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ. რატომ? რატომ ის? ეგ უკვე შეიძლება არა. რადგან ის იმას აკეთებს, რასაც ვეტყვი. კაი. რადგან ვენდობი. აჰა. რამდენი გაქვთ მზა პროდუქტი? 18 კილომდე. უკვე წასაღებად გამზადებული. თქვენ შემეხმიანებით? ვნახოთ. თქვენი ნომერი მაქვს. ნარკომანს არასდროს არ უნდა ენდოთ. ამის თქმა არ უნდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უბრალოდ ნარკომანი ხო არა. ჯესი ვოლტის მოსწავლე იყო და კაიხანია იცნობს. გაურკვეველია. აი მაგალითად კელერი აიღე. რამდენიმე $100 აქვს, რამდენიმე 1000. მართლა გაურკვეველია. მაგრამ როცა ყველაფერს შეკრებ კელერთან, შემოსავალი თითქმის 10%-ით ნაკლები გამოდის, ვიდრე უნდა ვიღებდეთ. და ეს ყოველ მეოთხედში ხდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში. ეს რომ ნახე, ძალიან არ მომეწონა, ასე რომ სხვა ანგარიშებით შევამოწმე. 6 ასეთივე მაგალითი ვიპოვე. შემოსავლების ნაწილის დამოვის და მე მხოლოდ ახლა დავიწყე ამის ცეკვა. ჩვენ მოთხოვნითი კონტრაქტები გვაქვს ყველა ამ კომპანიასთან. ყველას თავისი მოთხოვნა აქვს შემდეგ მეოთხედებთან. უმეტესად მოთხოვნებს აჭარბებენ ხოლმე. მე მათ უფლებას ვაძლევ გადაიტანონ თავიანთი მატება შემდეგ შეკვეთაზე. ამას თუ არ ვიზამ, სხვა განწავლენ. ამ შემთხვევაში ნამდვილად დაგვავიწყდა ან აღარ გადაგვიმოწმებია. ვიცი რომ ბუღალტრის თვალით ძალიან ცუდად ჩანს, მაგრამ როგორც ხედავ, ფული საბოლოოდ მაინც შემოდის. კარგი, მაგრამ კიდევ სხვა ძველი გაყიდვების ქვითრები მოვითხოვე საწყობიდან. რომ ეს პრობლემა გამომესწორებინა და უმეტესად არაფერია ამ შემოსავლებთან დაკავშირებით. რამდენიმე შექი მხოლოდ ქსერო ასლებენ. ისიც შეცვლილი თარიღებით. საით წერია. კარგი. გამომიჭირე. აქ თითქმის $1,000,000 დასაფუთებულ დოკუმენტია. ამეთოჩი. რას ფიქრობთ?
მე ვფიქრობ კომპანიის გადარჩენაზე ვფიქრობ ამ ხალხის სამსახურზე მათ იპოთეკაზე და პენსიებზე მათი შვილების კოლეჯის ფულზე ჩემსაზე რომ აღარაფერი ვთქვათ მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კანონი უნდა დაარღვია ნიშნავს კაილერ ნიშნავს ციგნახშია ბიზნესის პირდაპირ უთხრა ნიშნავს ბანკი მოსვენებას არ მაძლევს შემოსავლების სამსახური მიწასთან მასწავლებს დედ ხალხი ამის გამო ციხეში მიდის კი ეს კომპანია მამა ჩემმა არაფრიდან დაიწყო ჩვენ აქ ბევრ რამეს ვაკეთებთ თანამშრომლები ოჯახის წევრები ვით არიან ამ ყველაფერს ვერ დავანგრევ ოდ რამდენიმე ცუდი წლის გამო სკაიერსო და ნუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ მართალია თავი მოგაბეზრეთ უკვე მაგრამ აიც სკაილერმა რომ ვიცოდეს ქმარი რას აკეთებს თავისი ქმარის მაგრამ ამაში მონაწილეობას არ მინდა აჰა სუსხონაიად შეხედა ტედის სიტუაციას ახლა რომ ვიცოდეს ვოლტი რას აკეთებს მაპატია არ მინდა რომ წახვიდე კი თუ გიცნობ დატოვე შეტყობინება გამხდარი პიტი ვარ უბრალოდ მოგიკითხე დღეს გასვენებაზე დაგვაკლდი ყველა იქ ვიყავი გასვენებაზეც არ ბაჯერიც კი ჩამოვიდა ფრეზონდან კომბოს ხალხი დედამისი ბებია ბიძაშვილები ყველა გულაჩუყებული იყო მაგარი ემოციური კუბო უნდა გენახა მარგალიტივით თეთრი და მჭყინავი იყო მერცო ჩემო ერთხელ ზუსტად ეგეთი შეღებილი ლექსუსი ვნახე ნამდვილად ყველაფერი მაღალი დონის იყო შენ ალბათ რაღაც მნიშვნელოვანი გქონდა ფრთხილად იყავი კარგად რა ხდება მე ცოტა ყინულით მიყვარს სერიოზულად ეს დაიჭირე როგორი გრძნობა საშინელი ცოტა შეგწიბო არა ამის ყურება არ მინდა გაგივლის და მე საშინელი თქო ისე თქვი თითქოს და გამოცდილი მქონდეს მე შეხვდები რა ჭამდება არა ეს მიხსენ კაი აჩი ჯესი ბაბადით კიდევ ერთხელ და არ ვიცი კიდევ ერთხელ თუ მომიწიეს
გათიშვა ორ სერიას ვუყურებთ ერთ ვიდეოში რა იყო 3 2 1 და გავაგრძელეთ თან ამ მომენტში Jesse, Chevy. That Jamie tries to set. Is it actually the back? Nerto narcotics ცხოვრებაში არ გავიკარები. Narcotics რა? სიგარეტი არ მაქვს ცხოვრებაში არც ერთხელ ვეწეული. და მე 18 წლის ვარ. ამიტომ რა. პრინციპში მაგას დიდად მნიშვნელობა არ აქვს ყველაფერი წვრილმანებისგან იწყება. და სწრაფად შეიძლება გადაიზარდოს დიდ რამეში. აქ რა ხდება? რაღაც ხშირად მოჩვენებენ ტექსტს ამ ბოლო დროს. უფრო დიდი როლი იქნება სიუჟეტში, არა მარტო იმაში, რომ შეიძლება Skylers მაგრამ პრინციპში Skylerთან თუ ექნება რამე დიდი როლი ექნება აბა Voltma თუ გაიგო არ მითხრათ ახლა რომ Skylers ჩაერთვება მაგ საქმეში ტელეფონები გამორთეთ თუ შეიძლება. მილების პრობლემაა ეთყობა. კარგი, ყველამ. თვალები ფურცლებზე. არ შემოვარდეს ახლა და რეკავს დამაგიდო? ხო. ჰოლდოს ეს ტიპმა მიწერა? უკაცრავად მენეჯერი სად არის? მე ვარ მენეჯერი, რით შემიძლია დაგეხმაროთ? არა. აქ ერთ კაცს შევხვდით წინა კვირას. ის შავკანიანი მამაკაცია, გამხდარი, სათვალით. დიახ, სერი, საკაურების მფლობელია. მფლობელი. ლოს-პოლოს 14 რესტორანი აქვს აქთან, ნევადაში შეიძლება ნებისმიერ მათგანში იყოს. ტელეფონის ნომერს რომ ვერ მოცემთ, სად დავუკავშირდები? ბოდიში სერ ამ ინფორმაციას ვერ გავცემ. რამითი უკმაყოფილო ხომ არ ხართ? სიამოვნებით გაგაცნობ ჩვენ საკონტაქტო. არა. სახელი რა ჰქვია? გუსტავო გასი. გუსტავო გასი. მადლობა. გასიარეთ შემოგდებით თალი. 18 კილო 1,200,000. ტრეილერების გაჩერება 2 მილი სამხრეთის გასასვლელიდან 13:12:21 საათი. რა? 1 საათი. გინდა თუ არა? მინდა ნამდვილად, მაგრამ ახლა ცოტა დრო მჭირდება. 1 საათი. თუ დააგვიანებ, აქ აღარასდროს გამოჩნდე. გასასვლელი 13:25-ზე სამხრეთი ტრეილერთან. კარგი რა. ეი, თუ გიცნობ შეტყობინება დატოვე. ჯესი, მიპასუხე. შენთან მოვდივარ, პროდუქტი მჭირდება. პროდუქტი ახლავე მჭირდება. და ჯესი კიდე კაიფშია ახლა. ეს თუ ასეა
მაშინ ვაგარშავ დღეში ვართ. ოპა. შუბიარობს. აი ახლა. არ თქვათ რომ ახლა მშობიარობა დაიწყება და ვოლტი ვერ მივა საავადმყოფოში. არ გინდა ოღონდ ახლა არა. არ გვინახავს კარგად რა დაიმართა. მშობიარობს არა. წყლები არ დაუღრია. ჯესი შობიარობს ვაიმე ღმერთო. და არც პასუხებს. ჯესი ჩამწვის მაგრამ სხვა რაც აქვს. შენი ასე ცხოვრებაში მე მგონი კაი ხანი არ გიდერვეულია არაფერზე. მერთოდ ჯესი გაიღვიძე აიფშია გაიღვიძე სად არის სად შეინახავდი მომშორდი სად არის სამზარეულოში სკაილერს უპასუხე და მე მოწმე პროდუქტი მერთო ნუ ჯესის სახში ისედაც არეულობაა მაგრამ ვოლტ ეს კომპიუტერი და ეგრე Dress. ნაგავისკი გადმოყარა ძირს. არავითარი პრეტენზია აწუთას სპორტის მიმართ გარდა იმისა, რომ სკაილერს არ პასუხობს და პროკლავს. არა. ახლა არა. არ ვარ კარგად. საერთოდ არ ვარ ახლა კარგად. გამოტოვებს შანსს დავიჭირო. არა არ გამოტოვებს საჩი. შობიარობას გამოტოვებს. გურია აჭარა netcom-ის მიერ. არ ვიცი ხალხო, არ ვიცი რომ თქვა. სერია იყო საოცრება. ვაუ. ტაშს დაგიკრავთ კიდევ ერთხელ. რა გენიალური იყო. არაჩვეულებრივი რაც გააკეთეს სახოლ. ვაუ. მაგრები ხართ. ყველაფერი ერთდროულად სკაილერს მშობიარობა დაიწყო. ჯესი და ჯეინი დაიბოლდნენ კი არა და დაიბოლდნენ რა გაიჩხირეს და всё გათიშულები არიან კაი ხმით.
და ვოლტი მიდის გუსტავო ასე ერქვა. ნუ გასზე დავიმახსოვრებ. თუმცა გუსტავო ახლა არ არის ესეთი ცუდი სახელი და რთული დასამახსოვრებელი. ვიცი. შეიძლება გუსტავო არც არის ნამდვილი სახელი. მაგრამ არ მგონია. დიდი ალბათობით გუსტავო ნამდვილი სახელია, მაგრამ ზედმეტ სახელიც აქვს რაღაც. ან პროსტა არ აქვს არანაირი ზედმეტ სახელი და თავის სახელს არ ამბობს ხოლმე. ნახოთ ახლა რა მოხდება. როგორც მივხვდი, ვოლტი მშობიარობას არ დაესწრება და ახლა რომ ტედი მივიდეს სკაილერთან საავადმყოფოში და მაგის მერე რომ სკაილერი ვოლტს განაცხადება ყველა ვარიანტში ახლა. რაც ცუდი დრო იყო. ვოლტსაც აშკარად ეთყობოდა რომ არ უნდოდა, მაგრამ რა იქნა. ახლა რა. Just. Well. Mas ara mოვიღებ პროცესორის სათავეს ვნახავ. Phoenix. აი. ძმედა ნაშაული. მეორე სეზონის მე-12 სერია 3-2-1 დავწთ. გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. Skyler მე ისე. მერი, ოღმერთო. მერი როგორ? ყველაფერი გამოტოვა. მადლობა ღმერთს. ლამაზია? ყველაფერი გამოტოვა. ხო, საცობში ვარ მე 40 ტრასაზე. რაღაც საგზაო შემთხვევაა. ღმერთო მაინც და მაინც დღეს. არა, დაისვენოს. როგორც კი შევძლებ მოვალ. მადლობა. ეს ცუდია. აი. უკაცრავად Skyler ვაითი? 307. მადლობა. Skyler, მაპატიე, მე უბრალოდ ყველაფერი კარგადაა. კი. გაიცანი ქალიშვილი. არც განაცხადებული ჩანს Skyler. გამარჯობა პატარა. ესეც ტედი. გამარჯობა ჰოლი. ვოლტ გილოცავ. ტედ ბოდიში ვერ დაგინახე. მადლობა ღმერთს ტედმა მომიყვანა მაგ. არ არის პრობლემა. და ჯერეთ არ არის პრობლემა. შუა გზაში ვიფიქრე გაჩერდებოდა და თვითონ მომშობიარებდა. მიხარია რომ ეს არ დაგჭირდათ. მადლობა ტედ. არაფერს. ახლა კი წავალ თქვენ ორს ხელს არ შეგიშლით. და მარტო დაგდო. არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადა. ნუ ფიქრობ მაგაზე, დაივიწყე. კიდევ ერთხელ გილოცავთ. მადლობა. კარგით, მალე შევხვდებით. შეიძლება ტედთან არ უნდოდა პრეტენზიის გამოთქვა და ახლა გავანცვლოს. მოდდი, მაგრამ არა. არ ჩანს. აგრესიულია. ყველაფერი კარგად არის? კი, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ მინდოდა აქ ყოფილიყავ. კი. დანარჩენები სად არიან?
ქვემოთ ჰენკმა და მერიმ ჯუნიორის სასადილოდ წაიყვანეს. ის ისეთი ყოჩაღია, პამპერსიც კი თვითონ გამოუცვალა. არა. კი. მართლა შემიძლია რაიმე გავაკეთო შენთვის. რაიმე. კი, რა თქმა უნდა. წამოსაღები ნივთების ჩანთა დამრჩა სახლში. ალბათ საკეისროზე ვფიქრობდი და დამავწყდა, მაგრამ მიხარია რომ ყველაფერი ასე მოხდა. ბუნებრივი გზით საკეისროს გარეშე უმჯობესია. კი. კარგად არის ყველაფერი. მოდი წავალ და ნივთებს მოგიტან. ჩემებსაც წამოვიღებ. დავრჩები ღამე. კარგი? უკვე დაღამდა? თუ ისე რაც უკვე ღამე იყო, თუ რა? ეს მთლიანად იმ დრო იყო. კაი. Freaking bad. ახლა გაიფიცებენ და აზრზე არ იქნებიან რაჯანდაბაშჩის სახლს. მამა, აბაზანაში ვიყავი, გამარჯობა. ჩამეძინა. ცოტა დამაგვიანება, მაგრამ იქ ვიქნები. კი. პატარა უნდა წავიდე. ვიღაცამ კარი შემოამტვრია. ხო. ვიღაცამ კარი შემოამტვრია, ხო. არა. შენი პარტნიორი იყოს, შტება. ჩანდაბა. ღმერთო. მძიმე კვირაა, ყველაზე მძიმე. იცი რატომ? ეს დღე მოდის. ჩემი დაბადების დღე. მეორე დაბადების დღე. რაც უფრო ახლოვდება, უფრო უარესი ხდება. ძალიან მეშინოდა რომ ვერ შევძლებდი, ვფიქრობდი ვერ გამოვძრებოდი. სამსახურში 3 დღე არ მივლია. ვიცი უფროსი გაბრაზებულია, ხვდები რომ არ მანდარდებს. უბრალოდ არავის დანახვა არ მინდა. თქვენ იცით ეს როგორ ხდება? ერთ მეგობარს მაინც შეხვდები და ისევ თავიდან იწყება და გრძელდება, მაგრამ მე ეს შევძელი, მე ეს მართლა შევძელი დღეს კი ჩემი სუფთა ცხოვრების 1 წელი შესრულა. Innocent. დაღლილი ჩანხარ. თვალები წითელი გაქვს. გეძინა საკმარისად. არა, ძალიან სერიოზულ ნახატს ვხატავდა. ერთ ბიჭს მთლიან ზურგზე უნდა ტატუ.
თვითონ ვერ ფრენით და გარშემოც ეცემა ჩვენი ნახატი, ცვლილებები მოითხოვა. მეტი კუნთები მინდა, მეტი ალი მინდა, მე კი უპასუხე. პირველ რიგში სიქსტის კაპელა არ ხარ და მეორეც შენი მუსიკები კომპოზიციაში არ ჯდება. შენი მუსიკები კომპოზიციაში არ არ ჩდება. მომწონს შენი სამსახური. ასეთ ხალხს უნდა მოერიდო. ვიცი და ასეც ვიქცევი. ჩვენთან ხოლმე სტუდენტები ასეთ ხალხს უნდა მოერიდო. კერტლენდიდან. ეს უკვე მართლა კორპორატიულია. მადლობა. მაგიტომაც არ უნდა რომ ჯესის შესახებ გაიგოს, რომ აშკარად არ მისცემს მაგასთან ახლოს მისთვის უფლებას. ხომ იცი ძველებურად შაბათ-კვირას ტრეინინგებს ვატარებ. ყველა აყავთ. გამოცდილების გარეშეც კი ეს მაშინებს. ვინმეს ხვდები? აბა, არა. შენ? ის მეზობელი ბიჭი? რას გულს? ფილოს ხდები? აი, მეჩვენა, შენ რომ მამას რო ეტყვი სხვანაირად მაგას. წარმედგენდი მის თავს. მან იცის რომ ფლობელი ხარ. ხო, მამა ის უბრალოდ ბინას გირაობს. სულ ესა. რა შემჭირდება მასთან ურთიერთობა? კარგი. ესეც ბავშვი. ნახე რომ შვენიერი. ვფიქრობ რომ ყველაზე ლამაზი ბავშვია მსოფლიოში. კი, და რატომაც არა. დედასავი. ავიღებ. ალო? გამარჯობა. ნაპატიეთ მე მგონი ჯობს შოქი ავანთო. მოდი შეხტი. კამერას გავხედე ახლა და ძალიან ცუდად ვჩანდი. 3 2 1 გავაგრძელეთ. არავინაა. ჯესია. კარგი. გაჯობე. გამარჯობა, გამარჯობა მეგობარო. გამარჯობა კარმენ. კარმენია. კარგი სწრაფად. უკვე გაიგე? კი, კი. კარგი ახალი ამბავია. ისეთი ლამაზია. ოლი. 4 კილო და ცოტათი მეტი. ყველანი კარგად ვართ. ნარკომანო იმბეცი. ეს სწრაფად შეიცვალა. წუხელ ტონი. ჩემს შემოიჭრენ და გამქურდეს. რა? ხო ვიღაცა მთელი ჩვენი პროდუქტი წაიღო მთლიანად. გაიგე ეს მისτερ მე ვიყავ. მითხარ. ლურჯი მეთანოლი და თან რაღაც საეჭვოდ. ზუსტად იცოდნენ სად უნდა მოეძებნათ. რამე მითხარით, კარგი? მიყვირე მაინც, მიდი. მისტერ ვაით, რა იყო? ღმერთო. ო არა. რა გეთქვა ვიყავი? მიაწოდე იმ ტიპს. ესეა. ჰენკ, სწრაფად ხალხი შემშლით იხოცება. კარგი, კარგი. უბრალოდ ლუდი ავიღე. როგორც იქნა? აბა ბიჭებო, ინებეთ. არის მსუბუქი საშუალო და ძალიან მწარე. მე მკერდი თუ შეიძლება. ლოს პოლოს ჰერმონას. ო, ხო, სერიოზულად უნდა გასინჯო. KFC-ის ჯობია. პატარას მოშივდა. მეც მომშივდა. პატარას ლოს ვერ აჭმევთ. არა. კარგი რა ღმერთო სკაი, სუფრასთან არ ავჭამთ. ჰენკ, ეს ხომ უბრალოდ მკერდია. ეს ჩემი ცოლის დისმკერდია. ესეთი პროვინციელი. შევიცოლის დისპლეი. ჰენ გახსოვს ჩვენ ვისაუბრეთ როგორი დამცავი მოაჯირი გავუკეთოთ აუს. კი, რას ფიქრობ, მოაჯირი თუ გადასაფარებელი? უფრო სიგნალიზაციას ვფიქრობ. ახლა არის ახალი სისტემა, როდესაც რაიმე აუსში ჩავარდება, ზარი ირთვება. გასაგებია ხო? კი, გასაგებია. ალბათ ზვირია. კი, მაგრამ ბავშვისთვის შეიძლება. მოდი მე და მერი გაჭუქებთ. რატომაც არა? არა, მადლობა. არა, გთხოვ. მე მალე სამსახურში გავალ, ამას ჩვენ მივხედავთ. მალე სამსახურში გახვამ?
მალე შენი ოპერაციაა დანიშნული. ცუდი არ იქნებოდა მეტი ფული თუ გვექნებოდა. სკაილერ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბავშვისთვის რა არის უკეთესი. მე ვფიქრობ, რომ დედასთან ყოფნა პირველ რიგში აუცილებელია პირველი წლების განმავლობაში და ფული ჩვენ გავუმკლავდებით ამას გვირდები. თქვენ რა ფარეხში ფულის საბეჭდი მანქანა გაქვთ და $50 მსპირს გავთ? კარგი იქნებოდა, თორემ დედას უნდა მეც მუშაობა დავიწყო. ზუსტად, არც ისე ადრეა. ო, ჩინური რატომ არ აიღე? მე მივა. ხო, პატარა ხო. კარგი გოგო, კარგი, მშვიდად. გინდა მამამ რაღაც გაჩვენოს? მოდი გაჩვენე. აი აქ მოდი. ხედავ? სწორია ეს მამამ გააკეთა. აი შენთვის გააკეთა მამამ. ო, მართალია, მამამ შენთვის გააკეთა. შენთვის. არ ვიცი რატომ არა ვიფიქრე რომ სცენია დედამთან. არაფერი შეცვლილა, კომპიუტერები არ მოიტანეს? მე-20 საუკუნეა. აქ რა ჯანდაბას აკეთებ, წადი აქედან. არა, ის შენ მოიპარე. ავტომოპასუხეზე შეტყობინებები მოვისმინე და ყველაფერს მივხვდი. მივხვდი, გილოცავ, ეინშტეინი. მთელი დღე ამ ნერვიულობ, გონია, მე დავაშავე რამე და აღმოჩნდა, რომ ეს შენ მოიპარე, მოკეტე. ხმას დაუწიე. გონია შენ დააშავე. როდის არ აშავებ, ჯესი? გონება დაკარგე რაღაცა საზიზღრობით, ის რა ჯანდაბა იყო? აა, დასვენების დღე მქონდა, ჩემს დასვენების დღეს კი რას გავაკეთებ? დასვენების დღე ჩვენ ზარს ველოდებოდით. ჩვენ ცხოვრებაში ყველაზე დიდი პარტიის შესახებ ზარს ველოდებოდით. ძლივს შევძელი ყველაფრის მოგვარება შენ გარეშე. და შენი გულისათვის შვილის დაბადების დღე გამოტოვე. რამდენი? რამდენი რა? რამდენი აიღე? სულ? თუ თანხაზე მოს. 1,200,000. მილიონი. 600,000 თითოეულს. 480,000. სოლმა 20% აიღო. ნუ კაი. კარგი, სადაა ჩემი ფული? რა? ოლტ. ხუმრობ ხო? შენს წილს თუ მოგცემ ერთ კვირაში მკვდარი იქნები. რა? მეგობარო, მისმინე ჰეროინს თავი დავანებე. ის ცუდად მხდის. მე მეთანოლი მირჩევნია. ნებისმიერ დროს შემიძლია თავი დავანებო. სუფთა ვარ, მისტერ ვაიტ. მართლა. დაამტკიცე. მოშარდე ამაში. რა? შენ რა გეი ხარ? გეი ხარ. აფთიაქში მარიხუანას ტესტი იყიდება. თუ სუფთა ხარ, ყველაფერს მოგცემ.
ესე იგი სანამ არ დაანებებ თავს დოზისათვის ფულს კეთილ ხალხს მოთხოვ შენ და შენი ნარკომანი მეგობარი გოგონა. სკოლაში არა, ჯესი. სკოლაში ხარ. მოძალზე არა ვალტ. არ ვიცი. გვერდზე მინდა გადავაბრუნო. ზურგი დაუჭირე? ესე შეიძლება ვალტი ჯესიზე ზრუნავს, მაგრამ პირსახოთ დავახვე და უკან დავუდებ. არც ფულის არ მიცემა, ხო? არც ესე კარგი გამოსავალია, რომ ფიქრობ პირსახოციც გამოდგება. ცოტა მაინც მიგეცა ამჯერად, რომ რამე ისიც საჭმელს ეს ყოველდღიურად სჭირდება იმაზე დაეხარჯოთ. შენი შვილი ეს დაუჯერებელი. რა? ხომ გითხარი? ჯერ მზად არაა. ძვირფასო გვეჩვენე? რა ხდება? ოლძი გაკეთა? ღმერთო შვილო, ეს მშვენიერია. ფლინ ეს მშვენიერია. გადაარჩინე უოლტერ ვაიტი, წერტილი ქონ. გადაარჩინე უოლტერ ვაიტი. ახლა მოწვი, მეთქი. ვაუ. მოიცა, კლიკი ერთიდან. შენ რა ფულის თხოვნა გადაწყვიტე? კი, ესაა მთავარი იდეა. ლუისი დამეხმარა PayPal-ის ანგარიშის მიბმაში და ასე შემდეგ. ხედავ, მაგრამ ჩვენ ფულს არ მოვითხოვთ. და ცოტა кайხნის მერე დაგიბრუნდით. ამჯერად кайხნით მომწია გასვლა, მაგრამ არ მიაქციოთ ყურადღება აქ ვარ და მოდით დავამთავროთ ეს სერია სანამ გავაფრინეს 3-2-1. მოიცა, შენ რა ფულის თხოვნა გადაწყვიტე? კი, ესაა მთავარი იდეა. როგორ გორცონს ჩემი ჩიკა? PayPal-ის ანგარიშის მიბმაში და ასე შემდეგ. ხედავ, მაგრამ ჩვენ ფულს არ მოვითხოვთ. ვა კარგი, ვაფასებ, მართლა კარგია. ეს ხომ მთლიანად მისი იდეაა. ამაზე იმდენი იმუშავა, უბრალოდ მიეცი საშუალება დაგეხმაროს. სკაილერ. არ სთხოვა მისი გაუქმება. მას ეწყინება. ნუ, სკაილერ ეს ხომ ქველმოქმედების მოთხოვნაა. ხო. ამას რატომ ამბობ? ისე თითქოს სალაწყავი სიტყვა იყოს. მე მგონი კომენტარს გაკეთებას აზრი არ აქვს. იმდენი ფული მაქვს ხელზე, რომ აბაზანის სასწორზე ვწონი და ვითვლი. და მათი დახარჯვა არ შემიძლია ოჯახს ამის შესახებ უთხრა. ისინი კი ყველანი ფიქრობენ, რომ მე სულ მალე გავღატაკდები. ეს ხომ სისულელეა. სოლი დაეხმარება მაშინ. აი, ამიტომ ყავთ განგსტერებს საყვარლები. რა? საყვარლები. არასოდეს ყოფილ ხარ ღამის ბარში. კი მინახავს, მაგრამ რა შუაშია? იქნებ ცოლის მაგივრად ვინმე მაგ ბარიდან აგერჩია, ვისაც შენ საიდუმლოებებს გაანდო. რად გინდა ფული თუ ვერ ხარჯავ? ხომ იცი ეს ასეა, არაფერს ეტყვი? არა. მოდი ვნახოთ კიდე რა შეგიძლია. კიდევ რა ესე შემიძლია? შეიძლება, დიდი ფულით სავსე ჩანთავი პოვერკინი გზაზე, არა. მე დავიჯერებდი. პიცა მიუერი. რა? დიახ. ბევრი ბედნიერი მოგონება მაქვს, ჩემი ბიძია, მიურეი, როგორ მაქანავებდა მუხლებზე. შემდეგ ის სადღაც დაიკარგა, მაგრამ მილიონი დამიტოვა. არა, არანაირი პოვნა და უცნობი ნათესავები, არა, ეს ფული მე გამოვიმუშავე თვითონ. ახლა კი ჩემმა შვილმა შექმნა ვებ-გვერდი. გადაარჩინეთ უოლტერ ვაიტი. საქველმოქმედო. გაქვს წარმოდგენა როგორ გრძნობ თავს?
ამას შეხედე ანგარიშის ნომერიც მიუღამს. კიბერმათხოვრობა. აი ეს არის. ხელი აქვს გაწვდილი მთელი მსოფლიოსაკენ. აქ ბევრი ფიქრი აღარ უნდა. ვოლტერ, მე უკვე პასუხს ვუყურებ. ის მესახეში მიყურებს. დაგიმართლო? ვიცი, ფიქრობ რომ ფული ჩემი შვილის ვებგვერდზე მოიც, კი. არ მინდა ჩემმა ოჯახმა იფიქროს რომ ვიღაც უცნობა ქველმოქმედება გადაგვარჩინა. რატომ? ვიღაც უცნობმა არა, კონკრეტულმა. კითხვები იქნება, მაგრამ ზომბი. ზომბი. მე მყავს ბიჭი, რომელიც იცნობს ტიპს, რომელიც ცხოვრობს სტარტაპში, ბელორუსიაში. ბელორუსიაში. არაორდინალური ჰაკერია, მას შეუძლია გატეხოს ვებგვერდები მთელი მსოფლიოს გარშემო და აქცევს მათ, რათა ისინი დაემორჩილონ მას. მაგრამ შეიძლება ასეთი რამე მოვიგონოთ. მაგალითად, მას შეუძლია გააკეთოს ისე, რომ 20-30,000 შემოწირულობა გადმოირიცხება მთელი ამერიკიდან და კანადიდან. 10-20-50 დაირიცხება ნაწილ კეთილი ხალხისაგან უოლტერ ვაიტისათვის. თბილი გრძნობა მეუფლება, როცა ამაზე ვფიქრობ. ის ძაღლიშვილია, ყოველთვის შენიშვნებს მაძლევს. ის ვინაა? ყველაფერი მე ვასწავლე. ყოველთვის ისე იქცევა, თითქოს მისი დამხმარე ვარ. შეიძლება მისი დამხმარეც ხარ, მაგრამ ამავდროულად ჯესი. ახლა ბამბა. ნემსით? კიდე ერთხელ მიბაჩვენებთ თუ შეიძლება. მისის რა შეგჭირდება? ზუსტად. ჩემი ზუსტად გესმის. კი, ჯეის მართლა ყველაზე კარგად ესმის. ჯესის. ხალხო. მარჩიტა. კარგი პირდაპირ არ გაჩვენე. გაჭირე ისე რომ არ იმოძრაოს. ახლა რამდენი აქვს შენი? $480. ჯანდაბა, მეც გავფრასდებოდი ჩემს $500 რომ არ მეძლებდეს ვინმე. არა. 480,000. აჰა. რა? კარგი დროს გაითიშა. 1000. ზურგზე არ დაწვა პატარა გვერდით გადაბრუნდი გული რომ აგერიოს. გვერდზე იცექი? აზრზე რა თქვა. გამოგწინეთ. უკვე ნერვები მეშლება ჩემ თავზე. კი, 480,000. ის მეუბნება ჭკუას ნუმარიგებ. მე ვუთხარი ჭკუას არ გარიგებ. მე უბრალოდ რომ გადავრჩეთ იმაზე გესაუბრები. სიცოცხლეზე და სიკვდილზე. აი ამას ვაკეთებდით. დაგეგმოთ. მამა? ჩამეძინე გზაში ვარ. მამა? ეს სწრაფად რეგო. მამა, მოიცადე. მამა, ეს ის არა, რასაც გავს. მამა, შეგძლია უბრალოდ გადაიხადო, მე უბრალოდ დაგელაპარაკები. არა, მამა. ცუდადა. მამა. კატასტროფულია საქმე. მამა, არა, შეწყვიტე. არ შეეხო, მამა. გაჩერდი. გაუშვი, წავიდეს. გაუშვი, მამა. უკან. ჯესი. მე ქირას ვიხდი, გასაგებია უფლებები მაქვს. პატარა უსუსურო ნარკომანი გადიაქედან. მამა, არა, ჯესი, გეყოფე, გთხოვ, არა.
მე ქირას ვიხდი. კი. რეაბილიტაციის ცენტრში ბრუნდები. დღესვე, ახლავე. მისმინე, ეს უბრალოდ ასე მოხდა. ახლა ხან საუბრობდით, რომ უნდა შევწყვიტოთ, ხო? კი, მოგიყვები, კარგი, საშუალებას თუ მომცემ? 18 თვე. 18 თვე არ გაგიკეთებია, ჯეინ. რატომ გააკეთე ეს? შევწდი. ხდება. რა გონია? ვამაყობთ და სპეციალურად ვაკეთებ? ნუ სპეციალურად არ აკეთებ. მე მატყუები. და ამ საცოდავთან ერთად იკეთებდი და მასთან საცოდავთან. საცოდავი შენ ხარ. მას ჯესი ქვია, მასე არაფერი იცი. ჩვენ რეაბილიტაციაზე ყოველდღე ვსაუბრობდით, ეს მისი იდეაა. რეაბილიტაციაზე საუბრობდით. რა საოცრებაა? მადლობა, რომ არ განსჭი ყოველდღე 24 საათის განმავლობაში. იმიტომ რომ ეს ზუსტად ისაა, რაც მე მჭირდება. კარგი. იცი რა გჭირდება? მე ვიცი რაც გჭირდება. რა საკეთებ? პოლიციაში ვრეკავ. არა, თან ჯესისთან არა. 10 წელია ვცდილობ სიყვარულით გაგებით. იქნები ის, რაც გიშველის ეს ციხე. მამა არა. დიახ, ნარკოტიკების მოხმარების ფაქტზე აი, შეგეხმებინოთ. მამა, არა, ეს დიდი მამა, ხანია არა. გრძელდება, არალეგალური ქმედება, ვინმესთან დამაკავშირეთ. კარგი, წავალთ სარეაბილიტაციო ცენტრში. ნაკლებად მადარდებს ეს საწავა, მე მინდა რომ შენ წახვიდე. ხვალ წავალ. ხვალ არა, დღეს. სამსახურში უნდა დავრეკო. ფოსტაში, ბოლოს როცა წასული ვიყავი, ყველა ჩემი ყვავილი გახმა. შენ ხომ არ უვლიდი მათ? მამა, გთხოვ? კი. კი, შენ არ ხარ კარგი ადამიანი. ალბურკერკის ვერ ვეთქვი ჯენი მართალია ამ თუთას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ნარკოტიკები კარგს არაფერს ნარკოტიკებს კარგი არაფერი მოაქვს. გამარჯობა. მამა არასწორად იქცევა. ხვალ. სერიოზულად უთხარი? არ ვიცი. მაგრამ ბევრი ფული რომ გქონდეს, ვერავინ ვერაფერს გაგვაკეთებინებდა. ახლა წაბრძანეთ ვოდთან და აღაჩაღეთ. მაგრამ ვოდს უნდა მოთხოვოთ ფული. მოთხოვოთ რა? ჯესი მოთხოვოს. უბრალოდ რეკოს. არა, წამოვნახა ვინ არის. ვინ არის და ჯესი? ყველაფერი კარგადაა, საყვარელო. წარმატებები, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოხარული იქნება. აქვე დამელოდეთ ერთი წუთით. შენი ყოფილი მოსწავლეა. უნდა რომ სარეკომენდაციო წერო. კარგი. მადლობა. ზუფასო მგონი ბავშვია. Walter White. გამარჯობა Walter White. უკაცრავად ვერ გიცანით. ჯეინი ვარ. თქვენ იცით ჯესი და ჯეინი, ჯესის ნარკოტიკები. დიახ, რა თქმა უნდა. დიდი დრო გავიდა. სადმე გადი რომ დავილაპარაკოთ. კარგი. უკვე ვფიქრობ, როდის ვისაუბროთ. საჯანდაბიდან გაქვს ჩემი ნომერი. ჯესი მოგცა? ჯესის უნდა ის მიიღოს, რაც ეკუთვნის. არც მეტი, არც ნაკლები. კი. რაზე საუბრობ? $480,000-ზე. კი. ფულზე გითხრა? ყველაფერი მითხრა. აი, აქ ჯესის პრობლემა იქნება, კი ვერ მივხვდი თავიდან. ანუ ჯესი. შენ რა? ჯესის არ ქონდა ის შანტაჟებას აპირებ. არა, უბრალოდ გეუბნები, რომ ჯესის თავისი ფული უნდა. მოუტანე რაც გაქვს მისი. მე არ გაშანტაჟებ. გირეკავ რათა გითხრა. აწიე შენი უკანალი მოიკეთე. კარგი, ჩემთვის ეს შანტაჟია. რეკავ ჩემს სახლში, ჩემს სოლოს ესაუბრები.
და ბოლოს რა იქნება? რამდენ ჰეროინს იყიდით 9 მილიონად ინფორმაციისათვის, ამ ფულს ჯესისთვის ვინახავ. და ის მიიღებს უკანასკნელ $1-საც კი. ის და არა შენ. მაშინ როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაგრამ მე არ ვაპირებ ეს ფული მისი ზედმეტი დოზისათვის დავხარჯო. ახლა კი უთხარი მას, თუ თავს დაანებებს, არა ორივე დაანებ. იცი რა, გადავიფიქრე, ეს შანტაჟია. იმიტომ მე შენ შესახებ ვიცი ყველაფერი, სკოლის მასწავლებელო, რომელიც ნარკომომწოდებელი გახდი. ჯეინ. ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტში მას არ აკეთება ხება. შვენიერი რეპორტაჟი იქნება ეროვნულ არხზე. დღესვე მოიტანე ფული ჯესისთან, თორემ გაგანადგურებ. ჯეინ. ახლა თუ ეს მართლა აუჩ. არა, კარგი. რას ვიგონიო? გონია რომ ნიშანს არ დაგიწეს, სე- უკარეთ გაგაგდები. სერიამდე დამთავრდეს. შესაძლოა. შენ მართლა ხო არ წახვალ პოლიციაში? არ მოგვიწევს ის გადაიხდეს. რომ არ გადაიხადოს? ჯესი, ეს შენი ფულია. ის გადაიხდეს. შენი ფულია, მართალია ამ მომენტში. რა შეესაქმე? არ გინდა შენი $480,000? ყველაფერს ცუცუ უარყოფ და მონაზონი გახდები? არა, უბრალოდ ჩამშვები არ ვარ. ო, რამდენადაც ვიცი, არც შენ. კი. არ მგონია მართლა უთხრას იმას. ის ჩემი პარტნიორია. კი. მაგრამ ერთი პატარა მომენტი არის, ანუ ვოლტმა არ იცოდა ჯესი რომ იქ იყო. მარტო ჯეინი ესაუბრებოდა. ყველაზე დიდი ცხოველი ხმელეთზე ცხოვრობს მატრიარქატულ საზოგადოებაში. მათ სათავეში უდგათ ყველაზე მოხუცი მდედრი. ეს ჯესი უყურებს? ვოლტი და სკაი. მარტო ვოლტი. როგორც იქნა? დაიძინა. მივხვდი. მეთქი რატო ისმოდა ასე კარგად. მაგათი ხმა. როგორც იქნა დაიძინა. რას აკეთებ? სპილოებზე სწავლობ? ძვირფასო, საფენები აღარ არის. წინააღმდეგი ხომ არ ხარ რომ იყიდო? ნახოთ ახლა რა მოხდება. წნარად ახლა. ჯესი. შენ არა. სამართლი ანია. ოპა. კიდევ კარგი რომ შარვალი გაცვია. კარგი. საიდან ვიცი რომ ჩუმად იქნება? არ საიდან. ჯეინ, სისულელეს ნუ გააკეთებ გიხვეწები. არც ერთი ჩვენგანისაგან სიტყვას აღარ გაიგებ. ჯესი, შენ არ გესმის, შეცდომას უშვებ. არ ჩაგიშვებენ. დამშვიდდი.
იცი ეს რა არის? ერთი ჩანთაფული. ეს თავისუფლებაა. ის ამბობს, შემიძლია სადაც მინდა იქ წავიდე. მინდა ვინც მინდა ის ვიყო. უკაეთი წუთი კიდევ რჩა. სად გინდა რომ წახვიდე? სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიაში? ახალი ზელანდია ავსტრალიის ნაწილია. ახალი ზელანდია, ხო. მაგარია. ახალ ზელანდიაში ბეჭდების მბრძანებელი გადაიღეს. იქ გადავიდეთ. შენ შეგიძლია შენი საქმე აკეთო, მხატვარი გახდები. კოშკებს და რაღაცეებს დახატავ. მე პილოტი გავხდები. კი. წაბრძანდით და დაანებეთ ყოველგვარ კოკაინს. მაგრამ ჯერ ნარკოტიკებს უნდა ნარკოტიკი. სვეტში ნარკოტიკს მაგის თქვა. ჰეროინს მაგას ვიხსენებდი. იმიტომ არა რომ ვინმე გვაიძულებს. იმიტომ რომ ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა. კი. ჩვენთვის გავაკეთებ. კი. სარახალ ჯეი საუკეთესო პერსონაჟი ხარ ამ სერიალში. არა. ასეთი სულელები არა ვართ. ბევრად ჭკვიანები ვართ. მოდი, ჰეროინი უნიტაზში ჩავყარო და დღესვე დავანებოთ თავი. მოდი. ჩვენ ეს გამოგვივა. არც გამოგივათ. თუ გამოგივათ. უკაცრავად რასინებებთ? ფეთ ტაიერი თუ შეიძლება. ამბავინერის ჯესი ჩანდაბა. დიახ ძვირფასო. სკაი. არა, არც კი ვიცი რა გითხრა. სამ მაღაზიაში ვიყავი და საჭირო ზომა არსად არაა. აუცილებლად ახალ დაბადებულისთვის გვინდა? მოდი ერთი ზომით დიდს ავიღებ. კარგი. არა მივხვდი. კარგი. არა გავაგზელებ ძებნას. ვოლმარტში მივდივარ ასე რომ. კი. კარგი. მიყარხარ. მადლობა. ხოჩახ. რა? მარსზე წყალი იპოვეს. მართლა იპოვეს. არ ვიცი ამ ინფორმაციას. Life of Phoenix ნენდა რა, Phoenix მაგიტომ. რატო ქვია Phoenix? თეორიულად მათ შეუძლიათ ჰიდროგენი და ოქსიგენი ერთმანეთისაგან განაცალკევონ და ისინი ხომალდებისთვის საწვავის დამზადებისთვის გამოიყენებენ. ამგვარად მარსი გიგანტური გაზის სადგური გახდება. საოცარ დროში ვცხოვრობთ. წადი ბავშვს მიხედე. მარსზე წყალს გაუმარჯოს. მარსზე წყალს გაუმარჯოს, მაგრამ ახლა მიხედე ბავშვს. მე ვიცი, ვიღაც ნაცნობი პერსონაჟი მეკონა ეს ტიპი და მაგითო გამიკვირდა, მეთქი რა ხდება აქ. მე გოგო მყავს, ხო? რამდენი წლის არის? დიდია, მაგრამ სულელი. მომავალ ნაცნობი როგორ, ანუ ვოლტის ნაცნობი. სხვა შვილებიც ყავთ? ხოლო ეს რომ არის 16 წლის ბიჭი მყავს, თითქმის 16-ის. ღმერთო რამ ხელა სხვაობაა. გვეხმარება ბავშვთან, უკვე საფენებს უცვლის. მეც ახერხებს ვიდრე მე ვახერხებდი მის ასაკში. დღეს ბავშვები უფრო სწრაფად იზრდებიან. შენ კი, გონი მასეა. არჩევები გაქვს? გოგოსთან დაკავშირებით. ამის რჩევებს არ გულსმენო. არა, არაფერი. კაია. უბრალოდ გიყვარდეთ. უბრალოდ ისინი ისეთები არიან, როგორებიც არიან. ხო. ძმისშვილი მყავს. ძმისშვილი, რომელიც უკვე დიდია. მათი გათამამება არ შეიძლება. არც მათი ცხოვრებით ცხოვრება შეიძლება. მაგრამ მაინც არის ის, რასაც წყობილებიდან გამოყავხარ. ისე გამოვყავარ, რომ მინდა უთხრა. საერთოდ მე ვიცი, როგორ უნდა იცხოვრო, ხო და მომისმინე.
მაგრამ რა თქმა უნდა არ გისმენებ. ასეთ დროს რასაკეთებ? ნათესავი. კი. ნათესავი. არ უნდა დანებდე არასდროს. რაც არ უნდა იყოს. რასაკეთებ მოლტ? მოლტ რასაკეთებ? ჯესი, მე ვარ. ისინი ერთად იქნებიან. თუ წასულები არ არიან უკვე. ჯესი, საუბარი მინდა. გავანებებ თავს რა თქოს მე კიდე იმას ქნეს ხო? კიდე გაიკეთეს. კარტული მიაკეს. ღმერთო. მაინც პატივს სცემ ამათ იმიტომ რომ ნარკოტიკისთვის თავის დანებება ძალიან რთულია, მაგრამ რო გავჩნდეს სურვილი დანებების ეგ არის თვითონ კარგი. ჯესი გაიღვიძე. ჯეინი გაიღვიძებს ხო? ვოლტი გადაუყრეს? ძალიან მაგარი იქნება. არა. რა? უბრალოდ სულად ხდება? სულზე არ იწვია ხო ვიგნები ხოლმე ჯესის. Volt. Άντε გამოფხიზდა ხო? თუ რა? რა? გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. უკაცრავად. მოკლედ ხალხო, ცოტა გვიან გადავხედე, კიდე არ მინდოდა ახლა ვიდეოში რამდენიმეჯერ გადამეხედა მაგ მომენტისთვის, მაგრამ
თავიდან ვერ ხვდებოდი, ანუ ახლა შევატყე რომ ვოლტმა ქნა, ანუ ჯესის საყენება რომ უნდა და შემთხვევით ჯეინსაც კრახელი და მაგიტომ დაემართა ეს, ამიტომ ფაქტობრივად ვოლტის ბრალი იყო. ჩემი. ფაქტობრივად ვოლტმა მოკლა ჯეინი. თან გადარჩენა ხო შეეძლო და არც გადაარჩინა, რატომ? ასეთ ჩათვალას საჭიროა, ჯესისთვის რომ უკეთესი იქნებოდა თუ ჯესიზე ზრუნავს აშკარად. მაგრამ რა ვიცი. ანუ შეიძლება იმიტომაც რომ შეეშინდა, ანუ პოლიციაში არ ჩაეშვა ჯეინს. ვერ დაგპირდებით თუ არაფერს დაგვირგვინდა, რაღაც გავსი ხო უთხრა რომ პოლიციასთან პოლიციაში ჩაშვებასთან დაკავშირებით ვახ. ჯესის რა დაემართება რომ გაიგებს. არა კარგად გქონდათ ყველაფერი და ნეტარ ისი სერიოზულად რისი გაკეთება უნდა და ანუ ცოტა ვერ მივხვდი. მაგრამ რავი. ჯესისთან ლაპარაკი უნდა და სადმე უნდა წაეყვანა შეიძლება, მაგრამ მაგ ლოგიკით მეორე დღესაც მივიდოდა, მაგრამ რა ვიცი. შეიძლება იმასაც ფიქრობდა, რომ შეიძლება და მეორე დღეს უკვე წასული აღარ დახვდებოდა იქ და წასული იქნებოდა უკვე ეგეც და ჯეინიც და მაგიტომ მივიდა. რა თქმა უნდა, ახლა ჯეინის მოკლას ვოლტი არ გეგმავდა, მაგრამ მაინც ასე გამოვიდა. არ ვიცი, ზოგადად სერია მაგარი იყო. ჯეინი გვაჩვენეს საუკეთესო მხრიდან, აშკარად იმსახურებენ ორივენი პატივისცემას და ჯესი, თუმცა მაინც მთავარი რაც უნდა ექნათ, ვერ დაანებეს ჰეროინს თავი, თუმცა როგორც უკვე თქვი წეგან, ცდილობა იყო და მაგის გამოც იმსახურებენ პატივისცემას. დარწმუნებული ვარ, სხვა დროს ვოლტი რომ მისულიყო და ეს ჰეროინი გადაეყარა, პროსტა როგორც ვთქვი, შეიძლება და უკეთესი მდგომარეობა ქონოდათ. ვიცი. მაგრამ რავი, ეს ჯეინის ამბავი ძალიან სამწუხაროა. ნახოთ რა მოხდება შემდეგ სერიაში. ჯეინის მამა მეწოდება სიმართლე გითხრათ, რომ გაიგებს ამ ამბავს. და ჯესი რო გაიგებს კიდე, წარმოვიდგინეთ რო გაიღვიძებს და ჯეინი ასე რო დახვდება. კარგი. ვერაფერს ვიტყვი. გამშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისხი ლайკი. მადლობა ყველას, ნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში, გისურვებთ საუკეთესო დღეს. კარგად ბრძანდებოდეთ.